სადაც დასტურდება, რომ ჟურნალისტებს ყოველთვის ვთხოვდით ჩემი საკუთარი ტექსტის საბოლოო ვარიანტის შეთანხმებას. ინტერვიუს ჩაწერიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ლელა ხუბულავა დამიკავშირდა და მითხრა, რომ ინტერვიუ ჩაწერილი იყო ძალიან ხმადაბლა, არ ისმინებოდა და ამის დასადასტურებლად აუდიო კასეტა დამიტოვა შეკითხვებიც, რომ ინტერვიუ ხელმეორედ მოგვემზადებინა. ინტერვიუს ჩაწერიდან დაახლოებით 1 თვის შემდეგ 11 მარტს, იმ დღეს, როცა ვლადიმერ ვახანიამ ზუგდიდში პოლიტიკური მოძრაობა მთლიანი საქართველო დააფუძნა, გაზეთ სამეგრელოს ქრონიკის ჟურნალისტებმა მის სახლთან პრესკონფერენცია გამართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ვახანიამ მათ აუდიო კასეტა მუქარით წაართვა. იყო მუქარის ფაქტები, თუ ლელა არ მისცემდა კასეტას, მოხდებოდა მისი სახლის აფეთქება. იმავე დღეს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაიწყო გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით. ამ ინციდენტის რეკონსტრუირება საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით ვცადეთ. წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ განაცხადა, რომ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ვახანიამ მას ნათესავი მიუგზავნა და დაემუქრა. ციტატა ჩვენებიდან. შენთან ვლადიმერ ვახანიამ გამომგზავნა და შემოგითხოვა, რომ სასწრაფოდ ის კასეტა მომიტანოს, თორემ სერიოზული პრობლემები შეექმნებაო. ჟურნალისტმა ამ მოთხოვნას ჩვენების მიხედვით ასე უპასუხა: მე ჟურნალისტი ვარ, ერთხელ აღებულ ინტერვიუს და კასეტას არ დავუბრუნებ. კანონით არანაირი უფლება არ გააჩნია ვლადიმერ ვახანიას მე კასეტა მომთხოვოს. ამის მიუხედავად, რამდენიმე დღეში ხუბულავა ვახანიას ესტუმრა, რაც ჩვენებაში ასე ახსნა. მივედი ვლადიმერ ვახანიას სახლში მარტო. თან წავიღე დიქტოფონი იმ კასეტით, რომელშიც მისი ინტერვიუ მქონდა ჩაწერილი. ვფიქრობდი, რომ ვახანია ჩემს მიმართ მუქარას არ განახორციელებდა. მინდოდა, რომ კასეტაში ჩამეწერა, რა უფლებით მთხოვდა კასეტას და რატომ მემუქრებოდა. იმავე ჩვენების მიხედვით, ვლადიმერ ვახანია მას სახლში მარტო დახვდა. ოთახში შეიყვანა და ჟურნალისტს კასეტა და დიქტოფონი მუქარით წაართვა. ჩვენების ტექსტი. მან ჩემს მიმართ განახორციელა რეალური მუქარა. მე შევხვდი, ხმა ვერ ამოვიღე. ძლიერ შემეშინდა და შიშით მივაწოდე მას დიქტოფონი, რომელშიც ჩაწერილი მქონდა მისი ინტერვიუ და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. ასე რომ არ მოქცეულიყავი, იგი ჩემი აზრით ცოცხალს სახლიდან არ გამომიშვებდა. რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ დაუცველი ჟურნალისტის მარტო რესპონდენტთან იმ კასეტით მისვლა, რომლის წართმევითაც ეს რესპონდენტი მას ემუქრებოდა. ეს არ არის გასაკვირი. ან ვახანია საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ჟურნალისტ დიქტაფონში 1 თვის შემდეგაც მისი ინტერვიუ ექნებოდა. სასამართლოში მიცემული ჩვენება საგრძნობლად განსხვავდებოდა წინა ჩვენებებისგან. მას შემდეგ, რაც ადვოკატმა ჟურნალისტისგან მოითხოვა აეხსნა, თუ რატომ მივიდა ვახანიასთან მუქარის ფონზე კასეტით, ჟურნალისტმა ხუბულავამ შეცვალა ჩვენება და განაცხადა: არა, კასეტის წართმევამდე არ მემუქრებოდნენ. სასამართლო პროცესზე ჟურნალისტმა განსხვავებულად აღწერა კასეტის წართმევის ფაქტიც. მუქარით წამართვა, ხელიდან წამგლიჯა. განაცხადა მან პროცესზე. წინასწარ გამოძიებაში კი თქვა: მან ჩემს მიმართ განახორციელა რეალური მუქარა. მე შევხვდი, ხმა ვერ ამოვიღე. ძლიერ შემეშინდა და შიშით მივაწოდე მას დიქტოფონი. ხუბულავას ჩვენებებს კასეტის წართმევის და მუქარის შესახებ საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს თვითმხილველთა მონათხრობი. ხუბულავას მოსმენამდე უზივარ სუფრას. აგერდა ზივარ საუბრობდა ვის როგორც გავხარდება ის უსმანდი თვითოჭი ხაზ და ორზე ამ დროს უკაგონებს გარს და ვლადიმერი გაუვო კარი და შემოვიდა ხუბულავა. ჩვენი მეზობელი აგერ ჩვენობაში ცხოვრობს და ვლადიმერმა მოიწვია სუფრას აგერ დაჯდა ცარელის გამიყრეთ და დასვა ხუბულავა და ერთი წუთი ითხოვა ხუბულავამ რომ ერთი სამ წუთში წაგართმევთო ვლადიმერთან სალაპარაკო მაგას და გავიდნენ აქის ზალაში. გავიდნენ სალაპარაკოთ, იყვნენ 10-15 წუთი ალბათ. შემდეგ ისევ შემოვიდნენ აქეთ, ჩვენ ისევ მივიპატიჟეთ. არც ხმაური იყო, არც ზედმეტი ლაპარაკი იყო იმ ოთახიდან. უცებ შემოვიდნენ და ისევ დასვა თავის ადგილას. ვლადიმერმა გვერდით მოისვა და აღდგა ვლადიმერი და ერთი მეზობელი ჩვენი ქალიშვილი მანდილოსანიარე და იმის აღეზოლო თქვა და ფეხზე დაგვაკენა პოლანი და ფეხზე ადგომით სადეზოლო თქვით ხუბულავასი. დიდი ხანი ამჯერა და მე ბოდიში მოითხოვა საქმე და წავიდა სახლში. აი ეს იყო მაგის მოსვლა. ხუბულავა კი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა, რომ იგი ვახანიას სახლში მარტო შეხვდა. ამ ფაქტის გადასამოწმებლად არც წინასწარ გამოძიებას და არც სასამართლოს ვახანიასთან სტუმრად მყოფი 5 პირიდან არც ერთი არ დაუკითხავს.
ვახანიას სახლთან ჟურნალისტების მიერ მოწყობილ პრესკონფერენციას არაერთი ჟურნალისტი დაესწრო. პრესკონფერენციას მყისიერი შედეგი მოჰყვა. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსს პატაკით მიმართა პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა თორიამ. იგი პატაკში წერდა: "მოგახსენებთ, რომ 17 საათზე რადიო იმედმა გადმოსცა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქემ ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებმა ვლადიმერ ვახანიამ გაზეთ სამეგრელოს ქრონიკის ჟურნალისტებისადმი სატელეფონო ზარების მეშვეობით განახორციელა მუქარა მის მიერ ინტერვიუს ამსახველი კასეტის გადმოცემის მოთხოვნით. ვთხოვთ თქვენს შემდგომ რეაგირება." ასე ეწერა პატაკში. გამოძიების მასალებით პრესკონფერენციის შესახებ რადიო იმედში ინფორმაცია ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ გადასცა, მაგრამ რადიო იმედის ვებგვერდზე პრესკონფერენციის შესახებ სიუჟეტი არ იძებნება. თუმცა ლაშა ბერულავამ ჩვენთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ხანმოკლე სატელეფონო ჩართვა პრესკონფერენციის ადგილიდან. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ წართვის აუდიო კასეტა, ზუსტად მახსოვს, რომ ეს თქვი რომ ვახანია არის აკადემიკოსი. რუსეთის მოქალაქეობაზეც ჰქონდათ სიუჟეტში ლაპარაკი? არა, რუსეთის მოქალაქეობაზე არაფერი არ იყო. ჟურნალისტი ამბობს, რომ რადიო სიუჟეტის იდენტური მასალა მეორე დღეს ტელეიმედის ეთერშიც გავიდა და სიუჟეტში არაფერი იყო ნათქვამი ვახანიას რუსეთის მოქალაქეობის შესახებ. ეს სწორედ მისი სიუჟეტია. გაზეთ სამეგრელოს ჟურნალისტი აკადემიკოს ვახანიას წარწმეული აუდიო კასეტის დაბრუნებას თხოვს. შემთხვევა ვახანიას ოპოზიციური პარტიის დაფუძნების დროს მოხდა. ლეიტენანტი თორია კი პატაკში წერდა, რომ რადიო იმედმა ინფორმაცია გადასცა რუსეთის მოქალაქე ვახანიაზე. პატაკში სიტყვები რუსეთის მოქალაქე ვახანია მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ ბატონ თორიას სიუჟეტი რადიოში არ მოусმენია. მან უბრალოდ დავალება მიიღო ვახანიას წინააღმდეგ საქმის შეკერვის შესახებ. ჩვენს ხელთ არსებულ ფაქტებს სხვა ლოგიკა არ გააჩნია. არ ვიცი რისი პოვნა უნდოდათ ვახანიას სახლში პოლიციელებს. გადამცემი მოწყობილობის, არალეგალური სტამბის თუ ჯაშუობის დამადასტურებელი რაიმე სხვა ატრიბუტის. როცა უბრალო აუდიო კასეტის საპოვნელად ჩხრეკა ჩაატარეს სახლის სარდაფში, სხვენზე, გარაჟში. რატომ უნდა გადაემალა ვახანიას კასეტა? ეს ხო მისი ინტერვიუ იყო და არა რაიმე ფარული ჩანაწერი, რასაც მის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. ის არასოდეს მალავდა თავის პოლიტიკურ შეხედულებებს, მათ შორის პრესისთვისაც. რა უნდა ეთქვა მას